დავიწყეთ? 10,000 ლარი ექნება 10,000 ლარი ალბათ პასუხი უნდა დააბრუნო. და მე რეგერთი ადამიანები ჩვენთან მოდიან ხოლმე. კარტიდან ამორს არა, მაგრამ ამას გამოვიყენებ. გამარჯობა, მე ვარ მარიამ გეწაძე, დუერის თანადამფუძნებელი და Duer Talks-ის წამყვანი. ძალიან დიდი ხანია ამ პროექტის გაკეთება გვინდა და მიხარია რომ კიდევ კარგი გავაკეთეთ. უბრალოდ ხანდახან რაღაცები უბრალოდ უნდა გააკეთო და არაფერს არ უნდა დაელოდო. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება თორნიკე, ასევე დუერის თანადამფუძნებელი. ეს არის პირველი ეპიზოდი, რაღაცები შეგვეშლება, რაღაცებს ბუნებრივად გამოვასწორებთ, მაგრამ ძალიანაც გადავიტვირთავთ თავს. თორნიკე, თუ რაიმე შემეშალა ან თუ რამის დამატება გინდა, შეგიძლია დაამატო, წარდგინე შენი თავი მოკლედ. ხო, პირველ რიგში ჩვენ თავს მოულოცავ პოდკასტის დაწყებას და პერსონალურად შენს გილოცავ პოდკასტის დაწყებას და რაღაცა შენს მოვლენებას წამყვანის ამპლუაში ძალიან მიხარია. ხო, იუთუბერი გავხდი. ხო. დუერის თანადამფუძნებელთან ერთად. სანამ უშუალო თემებზე გადავიდოდით და იმ საკითხებს ჩავივლიდეთ, რა საკითხებზეც დღეს მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ, წესებს გაგაცნობ. სულ ორი წესი გვაქვს ძალიან მარტივი. პირველი რადგან ჩვენი სტარტაპი ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის ტექნოლოგიურ სფეროს შეეხება. ერთი წესი გვაქვს ესეთი, რომ ჩვენ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ და მაქსიმალურად გამართული ქართულით უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი ბოლო დროინდელი ტენდენცია ეგეთი არის, რომ ძალიან ბევრ ინგლისურ სიტყვას ვიყენებთ და დავგვავიწყდა საერთოდ შესაბამისი სიტყვები. და მეორე არის უნოს წესი, ესე ქვია. და ახლა გეტყვი რა არის ეს? რამდენიმე კარტი გექნება, სულ არის 3. შეგიძლია 3-ვე გამოიყენო, შეგიძლია არც ერთი გამოიყენო, შეგიძლია რომელიმე ერთ-ერთი გამოიყენო. პირველი კარტი არის ესეთი, რომ შეგიძლია რომ შეცვალო თემა, თუ ისეთი საკითხია, რომელზეც საუბარი არ გსურს, ან არ გინდა რომ შენი აზრი დააფიქსრო, შეგიძლია რომ შეცვალო თემა. აი ესე დავალაგებ ამ კარტებს. მეორე არის ესეთი დაბლოკვა. უნოს წესებია ჩვეულებრივად, შეგიძლია რომ ეს რომელიმე საკითხი ან თემა დაბლოკო და პასუხი არ გამცე და ანუ ამ თემას აღარ შევეხებით აღარასდროს და მეორე არის ესეთი შემოტრიალება. ანუ თუ რამე ისეთ კითხვას დაგისვა ამ რომელზეც შენ გაინტერესებს ჩემი აზრი, ასევე შეგიძლია შემომიტრიალო და გამოიყენო ეს კარტი. მე მგონი დროა რომ დავიწყოთ. შემიძლია ერთხელ გამოვიყენო ხო თითო კარტი? კი, თითო კარტი ერთხელ. ხოლმე ერთხელ შეგიძლია გამოიყენო. ხო, პირველი კითხვა რა თქმა უნდა არის საიდან დაიწყო დუერი, კონცეფცია, როდის დაიწყეთ ეს კომპანია და ასე შემდეგ. გვილაპარაკოთ ყველაფერი დუერზე, ეს გაგახსენდება და მე მეც დავამატებ რაღაცებს. ოკეი, მაგაზე ორი პასუხი მინდა რომ გაქვს. ერთი როგორც ესე ოფიციალურად 5 თვის წინ დაიწყოთ, როცა ჩვენი კომპანია დავლანჩეთ და მანამდე 2 თვით ადრე შენ შეხვდი იკას, შეხვდი ნუცას, ლუკას, ჩვენ სხვადასხვა დაფუძნებლებს და ესეთია რაღაცნაირად გაგიზიარეთ და თქვენ ძალიან მოგეწონათ და რეალურად მეორე პასუხი რა შედგენებს არის ის რომ ეს დიდი ხანია არსებობს დუერის იდეა და ბერჯერ გვისაუბრია ჩვენს რომ დუერის იდეა ყოველთვის არსებობდა და შეიძლება იყვნენ ადამიანები ვისაც უსწრიათ რომ მსგავსი გაეკეთებინათ და მეორე პასუხი რაც შეეხება არის ის რომ მე ვფიქრობ დუერი მაშინ დაიწყო, როდესაც აღმოვაჩინეთ ის სისტემა განათლებაში და დასაქმებაში, რომელიც ძალიან არ მოგწონა და ეხლაც არ მოგწონს და ვცდილობთ რომ შევცვალოთ ეს ყველაფერი ჩვენი მცირედი წვრილით მაინც. და შესაბამისად ხო, რაღაცა ამ ორი საკითხის გაერთიანებით მივიღეთ ისაც მივიღეთ. რაღაცა იდეა სხვანაირი იყო თავის დროზე. პირველი შეიცვალა ძალიან ნორმალურია და ეგრეც უნდა იყოს რომ პროდუქტი განვითარდეს და ეხლაც რაღაცები იცვლება. ხო, ჩემი დაკვირვებით ეგრე გავაკეთეთ, რომ ჯერ კომპანია გავაკეთეთ და სტარტაპი შევქმნით და მერე ნელ-ნელა დავიწყეთ ბაზრის მოკვლევა, მომხრეების შესწავლა, როცა პირიქით აკეთებენ ხოლმე რა, ჯერ მაგალითად მომხრეებს იკვლევენ და მერე სტარტაპს და ჩვენ რაღაცნაირად ძალიან ერთ საფეხურზე ვიყავით ყველა და დავიწყოთ. ეგრე ვიყავით მაშინაც რომ უბრალოდ დავიწყოთ და მერე გამოჩნდება რაღაც. დუერამდე როგორ მივედით, ეგ მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან. დუერამდე ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ ერთმანეთს, ხო, სხვა პროექტშიც ვიღებდით მონაწილეობას და მე ვიღე ერთადაც გვიმუშავია გარკვეულ პროექტებზე და ხო, როგორც ვახსენე, რავი, ეს იდეა სულ იყო, ბევრისგან გამიგია სიმართლე გითხრა, უცდიათ რომ მსგავსი რაღაცები გაეკეთებინათ, მე ყოველთვის მომწონდა
მე სადაც მიმუშავია პროგრამირების მენტორად, იქაც გქონია ხოლმე ამის ცდილობა, რომ ადამიანებს განამარტო ესწავლოთ რაღაცები თეორიულად, არამედ იმას, რასაც ისწავლიან, პრაქტიკაში გამოიყენებიან და გუნდებს ემუშავათ. აუ, აქვე კითხავ მაშინ ძირითადად LinkedIn-ზე რომ შემოგვდის ხოლმე მესიჯები, ისეა ხოლმე, რომ ან გონიათ, რომ ვასაქმებთ ხალხს, ან გონიათ, რომ რაღაც სტაჟირების პროგრამა ვართ, ან გონიათ, რომ აკადემია ვართ. და მოდი ერთხელ და სამუდაოდ დავხსნათ, რა ვართ საერთოდ. პირველ რიგში არა ვართ აკადემია. თუ აკადემიაში ორიენტირებული არიან მენტორების მხრიდან სტუდენტებისთვის თეორიის სწავლებაზე და ჩვენთან არც მენტორია და არც თეორიული რაღაცა სილაბუსი კურიკულუმს ჩვენ არ მიყვებით. რაღაცა თანამედროვე განათლება ავიჩიეთ. და მეორე მხრივ ჩვენ არავის არ ვასაქმებთ. ანუ არ ვართ კომპანია, ვინც ანუ მაქსიმუმ შეგვიძლია რეკომენდაცია გაუწიოთ, რასაც ისეს ვაკეთებთ. ვეხმარებით იმაში, რომ გქონდეს გამართული კონკურენტუნარიანი პორტფოლიო, რომელიც კონკურენციას გაუწევს იმაში, რომ მისთვის სასურველ პოზიციაზე იმუშაოს ამ ადამიანმა და გარკვეულ შედეგებსაც უკვე ვნახულობთ, რომ დაახლოებით მინიმუმ 10 დუერი, ვინც მე ხა მახსენდება, მისთვის სასურველ პოზიციაზე მუშაობს. და ჩვენ რას ვაკეთებთ მაგისთვის? ანუ ძირითადად გარემოს ვქმნით, ხო? და გუნდებს ვქმნით, სადაც ის ადამიანები მუშაობენ და ხშირად გამიგია ხოლმე ეგეთი კრიტიკა ჩვენ მიმართ, რომ მაგალითად რაღაც სტარტაპ აქსელერატორები ხართ, თუ რა ხართ და ინკუბატორი ხართ და რეალურად არც ერთი არ ვართ. ამ გუნდებისგან რა პროექტებზეც ისინი მუშაობენ და რა პორტფოლიოზეც ისინი მუშაობენ, ჩვენი წვლილი ფაქტობრივად არ არის. ერთადერთი არის გარემო, რომელსაც ვქმნით, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამოუკიდებლები პირველ რიგში და გუნდში მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი თავის გამოვლენა. იმიტომ რომ ეგ პრობლემა ჩვენ მაშინ რაც დავინახეთ, არ არის ხო ეს რაღაცა ერთი დღის მოვლენილი პრობლემა, არ არის, ვაკურდებოდი ძალიან დიდი ხანი მაგ პრობლემას და მაგიტომ მივედით მაგ გადაწყვეტამდე. მაგრამ აკადემიისგან კითხვი შენ რომ განგვასხვავებს ის რომ მენტორები არ გვყავს, მაგრამ თან მაინტერესებს შენი მოსაზრება განათლებაზე და აკადემიებზე, იმიტომ რომ იმდენი აკადემია არსებობს უკვე ქართულ ბაზარზე, რომ არ ვიცი, ანუ რა უნდა ურჩიო ადამიანებს, რომელ აკადემიაში მივიდნენ, სად ისწავლონ, ეგეც არ ვიცი უკვე, იმიტომ რომ ძირითადად ეგ არის ხოლმე, რომ პრაქტიკული ნაწილი ცოტა ჩამოჩოჩებულია ხოლმე და მაგას მაინტერესებს შენი აზრი. შენ რა ვფიქრობ? იდეაში ამ აკადემიის თემას უფრო კოვიდის მერე წამოვიდა, ხო? კი, ბუმი კოვიდის მერე იყო. ბუმი იყო კოვიდის მერე, იმიტომ ყველა რაღაცნაირად სახლებში ჩავჯექით. და შესაბამისად ტექნოლოგიების სწავლაზე მოთხოვნას და დროც ადამიანებს გაუთავისუფლად. და მოთხოვნას იყო ბაზრიდან და მახსოვს მაშინ ძალიან ბევრმა კომპანიამ, ქართულმა და არაქართულმა კომპანიამ აიყვანა ძალიან ბევრი კადრი. ეს დაახლოებით 21-22 წლებში, აი 23-დან დაიწყო მასობრივი ლეიოფები და ეხაც მიმდინარეობს კადრების გადინება კომპანიიდან, ანუ ძალიან ბევრი კადრი რო აიყვანეს, შემდეგ ეკონომიკური კრიზისი დაუდგათ კომპანიებში და ეს კადრები უბრალოდ გაუშვეს. სამსხვრიდან გაუშვეს ეს კადრები. ნუ დიდად არ მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ანუ მარკეტიც ძალიან გადაივსო და ბევრი LinkedIn პოსტი მხდება ხოლმე, რომ მარკეტი გაივსო და ანუ რას ნიშნავს მარკეტი გაივსო? ანუ იმდენი კადრი ვართ, რომ ვეღარ ვაკონტროლებთ მაგას, ანუ უფრო მეტი კადრია ვიდრე კომპანია სჭირდება? თუ კვალიფიციური კადრი არ არის. იდეაში ყველაფერი ერთად. ნახე, ერთ ვაკანტურ პოზიციაზე დღეს მოდის 100 კადრი. და ამ კადრებს უშვებენ, ამზადებენ დღევანდელი აკადემიები. მე რაც არ მოწონს აკადემიებში, ნუ ერთადერთი რამე რასაც მოწონს არის კეთოს არის ის, რომ პოპულარიზებას, ანუ ცნობადობას ამაღლებენ ტექნოლოგიების სწავლის მიმართ, რაც ზოგადად კარგია და მომავლის განათლება აქ მიდის, მაგრამ დღეს თბილისში არის მინიმუმ 15 IT აკადემია. და აქცენტი კეთდება რაზე, რომ აიყვანონ ძალიან დიდი რაოდენობით სტუდენტები, მისცენ თეორიული გამოცდილება, დაპირდნენ, რომ 3-6 თვეში ისწავლიან და 10,000 ლარი და იმუშავებენ ბალიდან და კუნძულებიდან და მე ეს ადამიანები ამთავრებენ აკადემიებს და ვერსადაც ვერ იწყებენ მუშაობას. და მე ეგეთი ადამიანები ჩვენთან მოდიან ხოლმე რამდენიმე. ეგეთი ადამიანები ჩვენთან მოდიან. დღესაც ძალიან ბევრი წერილი მიიღე ამ საკავშირებით, რომ გარკვეულ დროს, გარკვეული აკადემია დაასრულა, აქვს ცოდნა, ვერ იყენებს სერტიფიკატი და ძალიან მიხერო სერტიფიკატები არ აგვაქვს დუეში, ჩვენი სერტიფიკატი ჩვენთვის არის პროექტი, რომელზეც მუშაობენ. და ნუ ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად წერენ, რომ რაღაცა თეორიული ცოდნა მივიღე, მუშაობა მინდა, კომპანიამ თხოვს სამუშაო გამოცდილებას, რა გავაკეთო?
და ნუ ვეუბნები, რავი, მოდი ჩვენთან შენთვის შესაძლებელი IT მიმართულება გვაქვს, გუნდში ჩაგსვამთ. თქვენ იმუშავეთ იმ სტარტაპ პროექტზე, რომელიც თქვენ მოგწონთ და ეს არ იქნება რაღაცა გარედან შემოწოდებული თემა, რომელზეც თქვენ მუშაობა არ გინდათ და იმუშავეთ როგორც გუნდმა. და ისწავლეთ გუნდში და ისწავლეთ ერთმანეთისგან. ნუ მე კონცეფცია მესმის უბრალოდ დავაზუსტებ მაგას, რომ სკრამ გუნდებად ვკრავთ ადამიანებს და მუშაობენ შესაბამის საკითხებზე. ან პრობლემებზე, ან პრობლემის გადაჭრაზე ძირითადად. პირველ ნაკადზე მოგვიყევი, რამდენი ადამიანი ავიყვანეთ, რამხელა იყოს სურვილი, ჯერ მაქედან დავიწყოთ. რამდენი გუნდი ავიყვანეთ და შენი გადმოსახედიდან მაინც მაინტერესებს გუნდების პროგრესი. ანუ ზოგმა გუნდელმა დაგვტოვა, რა თქმა უნდა, და ეს რეალურ სამყაროშიც ხდება, რომ კომპანიიდან ადამიანი მიდის და ანაცვლებ კადრს. არ არის ეგ რაღაცა ისეთი, რასაც ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ მაინტერესებს თუ ყავს მაგალითად შენი საყვარელი სტარტაპი, ან შენი საყვარელი გუნდი. ოღონდ ხო, აბსტრაქციულად ვისაუბროთ. ხო, რა თქმა უნდა, საყვარელი სტარტაპებიც არიან, ხო, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ხო, არ დავასახელებ. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი აქვს ჩვენი საყვარელი სტარტაპი, ადამიანები და ამ შემდეგ. ხო, იდეაში, აი, წეღა კარგად ახსენე, ჩვენ პირიქით დავიწყეთ ყველაფერი, ხო, ჯერ გავუშვით პროდუქტი. ბევრი არაფერი არ ქონდა სიმართლე თქვა. Landing page ქონდა. ქონდა ერთი landing page, რაღაცა ერთ დღეში ავაწყეთ, ხო, რაღაცა ფორმები შემოვიდა და რეალურად მე მაშინ დავინახე, რომ სწორად მივიდით იყო მაშინ, როდესაც 3 დღეში დაახლოებით 300-ზე მეტი დარეგისტრირებული ადამიანი იყო და დავინახეთ, რომ მოთხოვნა იყო და ძალიან გამიხარდა. ეს იგი სწორად მივიდიოდით. ხო, როგორც ვახსენე 300-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა და გადავარჩეთ ეს ადამიანები და ძალიან რთული პროცესი იყო ეგ. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. იმიტომ რომ ძალიან რთულია, აი რას დრო გადის მე მაგაში ვწმუნდები, რომ ძალიან რთულია ადამიანის შეაფასო ტესტებით და მაგასაც ვიტყვი ბარემ აქვე რომ ეგ ძალიან არ მოწონს რომ ადამიანებს ტესტებით აფასებენ, ანუ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ვერ გაიზომება ტესტებით. და ჩვენ თქვით რომ ოკეი, მოდი რაღაცა სხვა რამით გავზამოთ, ანუ მათი мотиваცია გავიგოთ, რა უნდათ დუერისგან ეგავიგოთ და ესე საბოლოოდ ესე შევარჩიეთ 50 ადამიანი, დავყავით 5 გუნდად და საბოლოოდ 5 თვის მერე მივიღეთ რა 5 ციფრული პროდუქტი. დაახლოებით როგორც ვახსენე, ეხა დაახლოებით 10 ადამიანი მახსენდება, ვინც მისთვის სასურველ პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და სხვადასხვა კომპანიაში. ქართულშიც და საერთაშორისოშიც მე აღარ მახსოვს. კი, ხო, ნუ იმის ხარჯზე რომ რაღაცა რეალურ პროექტზე მქონდა ნამუშევარი და ეს შეამჩნიეს და ძალიან გამიხარდა ეს და ერთ-ერთმა ინვესტორმა გითხრა ესეთი რამე ერთ-ერთ აქსელერაციაზე, რომ იფიქრეთ, რომ რა იქნება თქვენი North Star-იო, ანუ თქვენი ის ვარსკვლავი, რითაც იამაყებთ და ესე აფრიალებთ ყველგანო, რომ თქვენი იდეა მუშაობს და მაგაზე სხვა ჩვენ ძალიან ბევრს ფიქრობდი. და აქსელერაცია მას მაგაში ძალიან დაგვეხმარა და ზოგადად აქსელერაციაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ძალიან ბევრ ამში დაგვეხმარა და ცოტა გვიან მივხვდი, რომ რეალურად ის კი არ არის მაგარი, რომ რაღაცა კი გუნდებში მუშაობას კარგია, საკუთარი სტარტაპების კარგია, მაგრამ ინკუბატორი არა ვართ. კარგია ის, რომ მიაღწევენ იმას, რომ მათთვის სასურველ პოზიციაზე გაუწევენ კონკურენციას სხვა ადამიანებს და შეძლებენ დასაქმდებიან. ხო, ბარემ არ ქვევიტყვი მაშინ ჩემ დაკვირვებას. ამის თქმა დამოვიწყდა, რომ რასაც პოდკასტში ვისაუბრებთ, ხოლმე ყველაფერი არის ჩვენი დაკვირვება, ხო? ანუ ჩვენ არ ვართ ამის ექსპერტები და არც გვაქვს მაგის ის, რომ ექსპერტები ვართ. ვილაპარაკებთ იმას, რასაც დავაკვირდით, ჩვენ ცოდნას და ასე შემდეგ. ჩემი დაკვირვებით, ნახო, მყავდა პროექტ მენეჯერების გუნდი, რომლებმაც რაღაცა კითხვები როცა ქონდათ, რაღაც სადღაც რო იჭედებოდნენ ხოლმე, ყოველთვის რაღაცა ქოლი ქონდა და ვუხსნიდი ხოლმე ჩემი კომპეტენციის შესაბამისად. მე იმას დავაკვირდი, რომ ეს ადამიანები მარტო გუნდში მუშაობას არ სწავლობდნენ, უფრო მეტად თავდაჯერებულები იყვნენ ხოლმე გასაუბრებებზე. მაგალითად ვუყურებდი, როგორ აი ამ პროგრესს ვუყურებდი ადამიანების, როგორ ან საერთოდ სიტყვები როგორ შეიცვალა ამ ადამიანების, რაღაცების სწავლა როგორ შეიცვალა და ანუ მაგას ვუყურებდი და ეს ძალიან მიხაროდა მე რა, იმიტომ რომ გასაუბრაზე მიდიოდნენ და უკვე ამაყები იყვნენ, ძალიან ამაყად იყვნენ, რომ აი ეს გუნდში ეს პრობლემები მქონდა, ესე მოვაგვარე, ან ეს პრობლემები მქონდა და ვერ მოვაგვარე, იმიტომ რომ ვერ მოგვარებაც პასუხია და არაც პასუხია რა. რატომაც ქართულ საზოგადოებაში მარტო კი არის პასუხი ჩვენთან, ანუ არა არ არის. მაგაზე მე ვილაპარაკოთ, ანუ
ეგ მაშინ როცა გინდა რომ დასაქმდე და არასაც რო აგწერენ რა წერან საუბრობდით მაგაზე რომ უბრალოდ არა მაინც რომ მოგწეროთ რომ არა უკავშირი არის არაც თუ რაღაცა დიდ უკავშირს არ მოგწერ და LinkedIn-ზე ბევრი პოსტები არის ეგეთ კომპანიებზე და ეგეთ HR-ებზე და მე ვუკვით რომ რატო ვილაძღებითო და ანუ რეალურად პასუხი უნდა დააბრუნო კი არის თუ არა პასუხი უნდა დააბრუნო რომ ადამიანი არ ელოდოს უსასრულო. სამით მეტად შესაძლოა დამწყები ხარ, მაშინ ყველაზე მეტად ნერვიულობ, ანუ 2 და 3 წლიანი გამოცდილება რო გაქვს, არ ნერვიულობ ეგრე ძალიან როგორც დამწყები ხარ, იმიტომ რომ დამწყები თვით შეფასება კარგი არ გაქვს, როცა დამწყები ხარ, ყველაფერში ეჭვი შეგარ, ყველაფერში გონია რომ არა მე მართალი არ ვარ ის უფრო მართალია და ანუ 2 წლის მერე აღარ მჭირდება შენი პასუხი, ან როცა დამწყები ვარ, მაშინ მჭირდება ყველაზე მეტად. და მე მგონია რომ ჩვენთან დუერში ვინც მოდის, ძირითადად არიან დამწყები ადამიანები, ანუ ჩვენი მომხმარებელი რო აიღო დუერის მომხმარებელი არის დამწყები ადამიანი, რომელსაც შეიძლება ქონდეს თეორიული ცოდნა, ან შეიძლება საერთოდ არ ქონდეს თეორიული ცოდნა, ან თვით ნასწავლი იყოს ეს ადამიანი, მაგრამ უნდა ქონდეს იმის მზაობა, რომ გუნდში უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ გუნდში მუშაობა და სტარტაპზე მუშაობა, ანუ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ის სტარტაპი რამხელა წარმატებას მიაღწევს, არამედ ის გუნდი როგორ შეიკრება და გუნდურად როგორ გადალახავენ რაღაც პრობლემებს. და გამოწვევებს. და რადგან გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, მაინტერესებს დუერის გამოწვევები, იმიტომ რომ 5 თვე ბევრი რაღაცა გავიარეთ. და მოდი გამოწვევებზე და აქცელერაციის პროგრამებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ დუერი დავაფუძნეთ, დავიწყეთ, ყველგან გაგზავნა საერთოდ, ყველაფრის შევსება, მე მივხვდით რომ რაღაცებს არასწორად ვაკეთებდით, მე დავხვეწეთ რა თქმა უნდა და მაგაზე ვილაპარაკოთ განვლილ გზაზე. ხო, იდეაში ეგ ყველაზე კარგი იყო, რასაც ვაკეთებდით, რომ არაფერი რო არ ქონდა და რო აგზავნიდი ყველგან, რაღაცა აქსელერაციებზე, ხო, რაღაცა გრანტებზე და იქიდან რო ვიღებდით რაღაცა უარეს, იმას ყოველთვის მოსდეთ ხოლმე უკავშირდა, რეალურად ის უკავშირი გვინდოდა ჩვენ, რატომ ვერ გადავედით სადღაც და ეგ ძალიან დაგვეხმარა. თან ჩვენ რაღაცნაირად დროშის გავგვიმართლა, იმიტომ რომ როდესაც ჩავუშვით ჩვენი კომპანია ერთი აქსელერაცია მაშინ მოგვიწია თბილისის იმპაქტ ჰაბი და ძალიან დაგვეხმარა ძალიან განვითარდით იმის საშუალება მოგვეცა რომ იდეში ჩამოგვეყალიბებინა ვინ ვარ და რას ვაკეთებთ და მაღაზე ქონდა ძალიან დიდი პრობლემა ძალიან დიდხანს იმიტომ რომ კომუნიკაციის პრობლემა იყო იმიტომ რომ მარტივად მოკლედ ვერ ვაყალიბებდით რას თავზობთ ადამიანებს და შეად ყოფილა შემთხვევებიც, რომ იქიდანაც არასწორი შეტყობინებები წამოსვლა, რომ მაგალითად ესე იგი ვიღაცას ასაქმებთ, ამ მსგავსი რაღაცები და მე ვუხსნით, რომ არა, ჩვენ არავის არ ვასაქმებთ და პირველი აქსელერაცია მაგაში დაგვეხმარა, რომ კომუნიკაცია შეგვდებოდა სწორად. ნუ იყო სხვა საკითხებს, რაღაცა ბიზნეს გეგმა და გაგვეწერა ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით, ხო, ფაუნდერები, ინვესტორები და ამ შემდეგ და რეალურად იმ აქსელერაციაში, რავი, 4-ჯერ სწრაფად გავიზარდეთ, ვიდრე იმ აქსელერაციის გარეშე გავიზრდებოდით, რავი, 10 თვეში. თან ისეთ კითხვებს გვისვამდნენ მენტორებიც თვითონ, რომ ანუ ამაზე რომ ნაფიქრი არ გქონდა, ან რაღაცა ნაფიქრი გქონდა, მაგრამ არასწორად გადმოვცემდით მაგ ყველაფერს და ზოგადად მე მგონია, რომ აქსელერაციის პროგრამები გუნდისთვისაც ძალიან კარგია. რომ შეთამაშდე უფრო კარგად გაიცნო, ვინ არის შენი თანადამფუძნებელი, რა ხედვები აქვს, ნამდვილად თანხვედრაში ხართ თუ არა ერთმანეთთან და ასე შემდეგ. მაგრამ იყო კიდევ რაღაც ნაბიჯები, სადაც ვიჭედებოდით და ვერ ხვდებოდით სად უნდა წავსულიყავით. რაც რა თქმა უნდა ბუნებრივი, ანუ ეგრო ვიცოდეთ როგორ უნდა ვიაროთ და როგორ რა უნდა გავაკეთოთ, სტარტაპიც აღარ ვიქნებოდით. და მანდ მაინტერესებს, ჩემი დაკვირვება იყო ეგეთი, რომ ყოველთვის რასაც სხვა გეუბნება, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ის ადამიანი და სულ რომ 10 წელი აკეთებდეს ამ ყველაფერს, აპრიორი არ უნდა მიიღო, რომ ეს აუცილებლად მართალია. და ეგ დაგვემართა ჩვენ, რადგან პირველი აქსელერაცია იყო მაშინ გვეგონა რომ რასაც გვეუბნებოდნენ, ყველაფერი მართალი იყო. და მე ანუ ერთმა მენტორმა სხვა რაღაცას გვეუბნებოდა, მეორე სხვა რაღაცას გვეუბნებოდა, მესამე სხვა რაღაცას გვეუბნებოდა და მაგ დროს მივხვდით მე მგონი რომ რასაც გვილაპარაკებიან, ყველაფერი მართალი არ არის. და მაშინ დაიწყო ჩვენი შიდა გადამზადება და დუერმა ცოტა ფერი იცვალა მაგ დროს. კი, მაინც იმ გზაზე დარჩა, მაგრამ შინაარსობრივად ცოტა მაინც შეიცვალა.
ხო, კიდევ მან გაქსელერაციაზე მივხვდით მე მგონი რომ მენტორები აღარ უნდა ყოლოდა, ხო, იმიტომ რომ პირველ ნაკადს ყავდა მენტორები და მოდი მაშინ მაგაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ახლა რასაც ჩაუშვებთ, მაგ პროდუქტზეც რო გადავიდეთ, რა განსხვავება იქნება პირველ ნაკადსა და მეორე ნაკადს შორის და მე მგონი პროდუქტს რო ჩაუშვებთ, დუერს ახლა ნაკადებიც აღარ გვექნება, იმიტომ რომ ჩაუშვებთ და ესე აღარ ვუყურებთ და მოდი ავუხსნათ მაყურებელსაც და მსმენელსაც. ხო, იდეაშია ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რაღაც აკადემიებისგან განსხვავდებით, ხო? და ბუნებრივი კითხვა ის რით განსხვავდებით. ნუ ერთი როგორც ვახსენეთ არის ის, რომ თეორიული სწავლება ჩვენთან არ არის, როგორც სხვა აკადემიებშია ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ გამოისხობს, რომ ადამიანი რომ შეუძლია ისწავლოს, რაც უნდა და ამის გარემოს ვქნით. მეორე ის არის, რომ თუ კი სტანდარტულ აკადემიებში არის მენტორი, ლექტორი და შემდეგ ჩვენთან ეგ როლი არ აქვს. პირველ ნაკადზე ქონდა რაღაცა ფასილიტატორის როლი, უფრო მენტორის, ვინც შეესაბამება მეორეში ეგ არა გვაქვს. და ნუ ამას თავისი მიზეზი აქვს, რატო არ აქვს. ნუ მესმის, რომ ქართული განათლების სისტემა და მარტო ქართული არა, ზოგადად არსებული განათლების სისტემა მაგაზე დგას, რომ მასწავლებელი არის რაღაცა ორიენტირებული პერსონა განათლების სისტემაში და მოსწავლე არის, ხო, მოსწავლე არის, მე მგონი მასწავლებელი უფრო არის ბელადი, რომელიც გეუბნება რა უნდა გააკეთო და მოსწავლე უბრალოდ მიყვება მაგას, რაღაცა წესებში და კანონებში ვართ, რომელიც ვიღაცამ გამოიგონა, იმისთვის რომ ქაოსი არ ყოფილიყო და ძალიან დიდი ხანი ამ ყველაფერს მოუყვებით. და მე მგონი დროა რომ რაღაცები უნდა შევცვალოთ. უბრალოდ ხანდახან როცა ამაზე ვმსჯელობთ ხოლმე ისეთი შთაბეჭდილება არის ხოლმე რომ რაღაცნაირი ჩვენი სათქმელი არის რომ თეორიული სწავლა ცუდია, კურსები ცუდია და სამდროში ეგრე საერთოდ არ არის, ხო? ანუ პირიქით კარგია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ფულს ნუ გადაიხდით მეგობრებო ამაში, ბევრი ისეთი უფასო კურსია. ძალიან იაფი კურსებიც არსებობს, სადაც შეგიძლია რომ რაღაც ის დონე დააკმაყოფილო, რა დონეს, მაგალითად თეორიულ სწავლაში შეიძლება გქონდეს და მაინც და მაინც ნუ გადაიხდით ათასობით ლარს სადღაც, როცა შეგიძლია რომ თვით სწავლა ასწავლო რა შენ თავს. მე მგონია რომ აი ეგეთი რეკლამებიც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ სამ თვეში 10.000 ლარი გექნება ხელფასი და ეგენი არიან, ეგეთი რეკლამა უფრო გათვლია, მე მგონი მშობელზე, რომ მშობელი დაფიქრდეს, რომ აი ჩემი შვილისთვის რა მინდა. მოდი, ბარე მივიყვან სადღაც აკადემიაში და ისწავლოს. მაგიტო ვახსენებ ხოლმე არსებულ განათლების სისტემას, იმიტომ რომ გეწონახე, ეს დაახლოებით 300 წელზე მეტია ეს განათლების სისტემა არსებობს და ანუ ყველა ფეხის ნაბიჯზე იმის ხედავთ, არ მუშაობს, ანუ რეალურად ვერ ამზადებს ადამიანებს იმ ცხოვრებისთვის და იმ გამოწვევებისთვის, რომელიც დღეს არის და კი მენტორი ზოგადად ძალიან კარგია, რომ ვიღაცა შენზე გამოსილდეს რჩევებს მოგცემს, მაგრამ პროგრამირებას ეგრე ვერ ისწავლი, ანუ სულ რო რავი, სტივ ჯობსმა მასწავლოს რაღაცა, კი ძალიან ბევრი ამის ვისწავლი, მაგრამ რეალურად მაინც შენ უნდა გააკეთო. თან პროგრამირება, ნუ მოგესწრება რომ და IT ტექნოლოგიები ეგრე არის სწავლება. კი, ვიღაცა რჩევებს მოგცემს, მაგრამ შენ უნდა იმუშაო გუნდთან და ეს გუნდიც ხო რაღაცა ჰაერიდან არ მოვიდა, ხო, იმ კომპანიაში, სადაც გინდა რომ იმუშაო, ხო იქაც გუნდია. ანუ მარტო ვერსად ვერ იქნები. მე მართლა არ ვიცი, შენ თუ გაგიგია მითხარი, მაგრამ მე მგონი პირველები ვიყავით, ვინც ეგრეთ წოდებული soft skill-ები, ანუ რბილი უნარების წამოწევა დავიწყეთ წინ. ანუ ტესტების წეგან რო ახსენე, ტესტებშიც რბილი უნარები ჩავსვით და ის რაღაცნაირი გუნდური საუჯიშოებიც გქონდა. მე რო უკავშირი მივიღეთ, რომ ვარა მაგარია, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა არასდროს არ გაგვიკეთებია, ვთქვათ, ეგეთი უკავშირი მოვიდა. და ეგ ძალიან მეხარია, თუ რაღაცას ნელ-ნელა უცვლით თვითონ განათლების სისტემაშიც, მაგრამ ძალიან რთულია მაგის დაკეთება. ამას ვიაზრებთ, ანუ სულელები არ ვართ, რაღაცას ისე არ ვეჯახებით. უბრალოდ ვცდილობთ, რომ ჩვენებურად შემოუვაროთ, თუ შევიჭრათ, თუ რაღაცა ვქნათ, რა. ძალიან რთულია და რა არის, აი, ჩემთვის ყველაზე მეტად რა არის რთული, რომ მენტორების თემა არის ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ნახე, საქართველოში, აი, მოდი საქართველოზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაინც ახლა საქართველოში ცხოვრობთ. და ჩვენ საქმიანობასაც საქართველოსდან ვიწყებთ. ადამიანი შედის სკოლაში, მასწავლებელს ხედავს, მასწავლებლზეა რაღაცა ჩამოკიდული, მასწავლებელი განსაზღვრავს რა ისწავლოს, როგორ ისწავლოს, მერე სკოლა დაამთავრებს. მერე შედის უნივერსიტეტში, ლექტორი ეუბნება რა ისწავლოს, როგორ ისწავლოს, იქაც დაამთავრებს და მერე უსწრებს მოდის დუერში. და ხედავს რომ მენტორი არ არის. კურიკულუმი არ არის, სილაბუსი არ არის, შეფასების სისტემა არ აქვს და ძალიან ბუნებრივია რომ რაღაცნაირად ეს ადამიანი იბნევა. შეიძლება არც უნდოდეს და ეგეც ძალიან ოკეია. უბრალოდ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის
აი შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში გამოიღებს შედეგს. ეს რაღაცა 1-2 წელში არ შეიცვლება, მაგრამ რავი, ჩვენ კი იმას ხედავთ და არ ვიცი, ექსპერტები მართლა განათლების ექსპერტები ამაზე საუბრობენ, რომ მომავლის განათლებაში soft skill-ები არის უფრო მეტად წინ, ვიდრე მყარი უნარები, იმიტომ რომ აი თუნდაც აკადემიებზე რო საუბრობთ, ხო, ისინი ორიენტირებულები არიან, რომ თეორია მისცენ. თეორია ზოგადად ძალიან კარგია, მაგრამ ნახე დღევანდელ სამყაროში, როცა უამრავი არხი გაქვს, რომ თეორია მიიღო. თეორია ხდება მეორე ხარისხოვანი და წინა პლანზე გადმოდის რბილი უნარები და ადრე იყო პირიქით, იმიტომ რომ რაღაცა ერთი საინფორმაციო არხი იყო, ხო? ცოდნების რავი, რაღაცა მონასტრებში იქნებოდა ხოლმე და წიგნები იქ წერებოდა და ბუნებრივია რომ იქ თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანი, ხო? ახლა უბრალოდ დაგუგლავ ხო და რაღაცებს ახლა წამში მიიღებ ინფორმაციას და მით უმეტეს არ ვიცი ეს ჩატბოტები, რომელიც ყოველჯერზე მით უფრო ახალ-ახალი იქნება რეალურად იმის გამოყენება უნდა ისწავლო და არა თეორიული რაღაცა. ანუ იდეაში უნდა დაუმეგობრდე მათ ყველაფერს, ხო და კონკურენტად არ უნდა აღიქვა და ეს რბილი უნარებით რო ვახსენეთ, ჩემაზეც იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ როცა გუნდთან ერთად მუშაობ, სხვადასხვა პროფესიასთან გაქვს ურთიერთობა. და ეს ადამიანები, ჩემი პროფესია ეგეთია, რომ მთელი გუნდი უნდა ვისწავლო, ვის როდის ტკივა, ვინ როგორ ხასიათზეა, ვიზე მოქმედებს წვიმა, ვის უყვარს მზე, ეს ყველაფერი რისთვის არის? იმიტომ რომ იმისთვის არის, რომ გუნდის პროდუქტიულობა უფრო მეტად გაიზარდოს, რომ შენ მეტად შეუწყო ხელი გუნდს, გუნდის თითოეულ წევრს და ასე შემდეგ, რომ ის პროდუქტი, რომელზეც მუშაობ, ის იყოს პერსპექტიული და უფრო სწრაფად განვითარდეს მაგალითად. და ეგ რბილი უნარები პირველ რიგში კომუნიკაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შიგნით, უნდა იყოს ანუ მაღალ დონეზე. და მე მგონია, რომ დუერში მაგას სწავლობენ, ოღონდ იმ მიდგომით ასეთი გამოთქმა რო არის, რომ ზღვაში ჩაგაგდებენო და ხო, აი ყველაფრის დაშე რომ ჩაგაგდებენ უბრალოდ ზღვაში და მიდი გაცურე. და ეგ რაღაცნაირად ფსიქოლოგიის შეცვლაც არის, ფილოსოფიის შეცვლაც არის და მარტივი არ არის, ხო? და ვინც დუერში მოდის ხოლმე, ძირითადად მართალი ხარ, ესე ამბობენ ხოლმე, ეგეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ ვაიმე, ანუ მენტორი არ მეყოლება, ის არ მეყოლება, ეს არ მეყოლება. მაგრამ ნელ-ნელა მე პირველ ნაკადზე რაც ვნახე, ძალიან განვითარდა ეგ ტენდენცია, დამოუკიდებლები არიან ბევრად და მხოლოდ მაშინ იწერებიან რაღაცა ან პრობლემაზე, ან კითხვას, როცა ერთი 10 ჯერ მაინც დაგუგლული აქვთ და 10 ჯერ მაინც მისულები არიან, რომ ეს ამ პრობლემის არსი იპოვონ საიდან მოდის. რადგან პროდუქტზე ვსაუბრობდით, მინდა რომ პროდუქტის განვითარების ჭრილში ვილაპარაკოთ დუერზე. ანუ ახლა როცა ჩაუშვებთ პროდუქტს, ჯერ არ არის ჩაშვებული ახალი დუერი, რასაც თავაზობს კონცეფცია. მაგრამ მინდა რომ ცოტა სპოილერი არ ვიცი ქართულად როგორ არის. დავასპოილეროთ ჩვენი მომხმარებელი. დავასპოილეროთ, ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რა არის და თუ ვინმე იცით, მეგობრებო კომენტარებში დაგვიწერეთ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი. ხო და სანამ პროდუქტზე ვილაპარაკებდეთ, რადგან ესეც ჩვენი პროდუქტია, ესეც დუერის პროდუქტია, მინდა რომ ჩვენს მომხმარებლებს უთხრა, რომ დაგვასაბსკრაიბონ და დაგვალაიქონ და შეგიძლიათ კომენტარებში აზრინათ ის დაგვიწეროთ, მეგობრებო, ჩვენ პირადად არაფერს არ მივიღებთ. კითხვებით, თუ გინდათ ვინმე მოვიწვიოთ, ყველაფერი feel free. იგრძენით თავისუფლად. ახლა დავიწყოთ დუერით. კიდევ გავაგრძელოთ დუერზე საუბრით და სანამ ახალ პროდუქტზე გვეტყვი რამეს, გვითხარი საერთოდ დუერი, ხო, ინგლისური სიტყვა და რას ნიშნავს? ეგეც გვითხარი, იმიტომ რომ ხშირად გვეკითხებიან, ხო და ეს დუერი რა არის და დუერი სამდროში ინგლისური სიტყვა და ნიშნავს რაღაცას. ხო, ნუ რას რო გადისმით უფრო წმუნდები რომ ძალიან კარგი სახელია და მადლობა გეცვა ამისთვის, გეცვა არის ამ ტერმინის ავტორი და მახსოვს ეგ დღე და ეგ ჩვენი brainstorming-ი არის, brainstorming ქართულად. ტვინების რაღაცას ეძახიან, მაგრამ ძალიან სასაცილო ტვინების ომი თუ რაღაცა, ხო. ქონდა ტვინების ომი და რაღაცნაირად ძალიან ბუნებრივად თქვი და რო თქვი იმ წამსვე მიხვდი რომ რაღაცა კარგი თქვი, მაგრამ რას რო გადის მე და მე უფრო წმუნდები რომ კარგი თქვი. შეიძლება აქ მეც ვიტყვი მაგას რა. უფრო მეტად, იმიტომ მინდა ამის თქმა, რომ განათლებაზე რადგან საუბრობთ რა, ეს ტერმინი წაკითხული მაქვს ერთ-ერთ ინგლისურ რაღაც წიგნში მოკლედ. არც მახსოვს რა წიგნია და შინაარსიც არ მახსოვს, მაგრამ წიგნის კითხვა მაგიტომ მიყვარს, რომ რაღაცნაირად ჩემ ტვინში და ზოგადად ადამიანის ტვინში, არა მარტო ჩემში, ანუ განსაკუთრებული არ ვარ, ადამიანის ტვინში ილექება რა ეს ინფორმაცია. და ისეთ დროს მახსენდება ხოლმე ეგეთი რაღაცები, როცა ანუ რო არ ელი საერთოდ და მაგიტომ მინდოდა მეთქვა, რომ
ბევრი კითხვა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ისეთ დროს გახსენდება რაღაცას, შენთუნაც რო არ არის. და მაშინაც როცა საუბრობდით და როცა გვინდოდა რაღაც დაგვერქვა, რა თქმა უნდა, უსახელო ვერ ვიკნებოდით და მაგრამ დავარქვით დუერი. გააგრძელე. დუერი ქართულად აი ქართველებს გიყვარს ეს სიტყვა გამკეთებელი, ხო, ანუ მე მგონი პირდაპირ თარგმანი ეგრე იქნება გამკეთებელი, მაგრამ ნუ იდეაში გულისხმობ ისეთ ადამიანს, ვინც ირჩევს ქმედებას ლაპარაკის ნაცვლად. ნამდვილად. ვინც ირჩევს, რომ ოკეი, რაღაცა ვისწავლე, ან მოდი ხა ვისწავლე, მაგრამ მოდი თან გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს თან გაკეთებაა მთავარი. და თან ჩვენი სწავლების მეთოდიც ეგ არის. ანუ კეთებით სწავლა არის. ან თეორიული ცოდნა კი გააქვს, მაგრამ მოდი ხა ახლა გააკეთე და მაგის მიხედვით ისწავლე და კონცეფციალურად და ძალიან სასაცილო ის არის წეგან რო ამბობდით, რომ ჯერ დავარსდით და მერე მოვერგეთ ყველაფერს, რომ ჩვენი ბრენდიც ეგრე შევქმნით რა, ჯერ სიტყვა მოგვაფიქრდა და მერე მოვარგეთ ყველაფერს, როცა ხანდახან პირიქით ხდება ხოლმე და ზუსტად მაგის ბმა მინდა გავაკეთო, რომ ვიღაცები რაღაცებს რო ლაპარაკობენ, ყოველთვის არ არის ხოლმე სიმართლე. ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, შეიძლება სხვა საერთოდ არ გამოაგეს ეს ყველაფერი და ამიტომ ან დაგვიჯერეთ, ან არ დაგვიჯეროთ, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე იმას, რომ ვიღაცას რო усმენ ან რაღაც წიგნს რო კითხულობ ან პოდკასტს რო усმენ, შეგიძლია ის წამოიღო შენსა სიკეთოდ, რაც გინდა რო წამოიღო. ჩვენს დუერებსაც უმარას ვეუბნებოდი ხოლმე, რომ რაღაცას რო განვიხილავთ, მხოლოდ ის წაიღე, რაც შენ სტარტაპს ერგება. ნუ გადააკეთებ შენ პროდუქტს, იმიტომ რომ მეგეუბნები ეს, ანუ არ დაიჯერო ჩემი და რაღაცები და იმას ვქენი დასერჩე როგორი მოძებნე ეს როგორ მეცნება ხოლმე ეგრეთ ადამიანებზე ხო იცი რომ ინგლისურად რო ვერ იმაშავიან და ეხა ჩემთაზეც მეცნია მაგიტომ მეღიმება ხო რო არ ახსენდა და მაგიტომ მინდა რომ ქართულად გავძლიერდეთ და აქსელერაციებზეც ეგრე ვიყავით ჩვენ რომ ვცდილობდით ის რაღაცები წამოგვიღო რაც ჩვენს პროდუქტს ერგებოდა და ახლა მოგვიყევი რად გარდაიქმნა დუერი ხო, ნუ აქსელერაციების შემდეგ რაღაცა ერთად ბევრი დრო გავატარეთ მაგის შემდეგ, ერთად რო ბევრი ვიმუშავეთ მაგის შემდეგ, საბოლოოდ მივიღეთ პირველი ციფრული პროდუქტი, ვიტყოდი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია რაზე. ორიენტირებულია იმაზე, რომ თუ კი არ გაქვს თეორიული ცოდნა და იწყებ ნულიდან, როგორც ვამბობთ ხოლმე ქართველები, შეგიძლია მოხვიდე, საკმარისია გქონდეს მარტო ინტერნეტი და ცოტა ინგლისური იცოდე. და შენ შეიძლება მიიღო შენს დარეგისტრირებულ მეილზე შენი სილაბუსი და რატო არის მთავარი ეგ ხო აი რატო ვამბობ ხშირად რომ უნივერსიტეტებზე და აკადემიებზე ნეგატიურ ჭრილშოს ვამბობ რეალურად ეგრეა რა ანუ შენ რომ მიდიხარ სადმე რო ჩდები უნივერსიტეტში აი გამოწოს რომ რაღაცა ძველი შედგენილი კურიკულუმით გადიხარ და 100 უნდა ისწავლოს ერთი სილაბუსის და სიგიჟე ანუ ვერ ისწავლიან. ასმა ინდივიდმა, ანუ სხვადასხვა ადამიანმა უნდა ისწავლოს ერთი რაღაც. კი და რავი, ეგ წლების წინ აღმოაჩინეს განათლებაში, რომ არსებობს მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, სადაც მარტო კითხვით ვერ სწავლობ, ხო, შეგვიძლია რავი, ფიზიკურად გამოხატო და თამაშის ინტელექტი სხვა არის და ზოგი სპორტით ავითარებს თავის ინტელექტს და ამ შემდეგ ანუ ბევრნაირია ინტელექტი. და ხო, ნუ შესაბამისად ეგ დუერშიც თავიდანვე გავსაუბრეთ და მაგიტო იყო რომ ტესტებზე ძალიან არ ჩავაჭირეთ, იმიტომ რომ ხო, ვიცოდით რომ თუ კი ჩავაჭირეთ. ხო, არ ჩავაჭირეთ, ხო, ანუ ხო, ძალიან არ გავასერიოზულეთ, აქცენტი არ გავაკეთეთ. ხო, აქცენტი არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ თუ კი ავიყვანეთ 50 დუერი, ვიცოდით რომ ის იქნებოდა 50 ინდივიდი და მაგიტო არის რომ ჩვენთან რაღაცა სილაბუსი და კურიკულუმი არ არის და ეს პროცესი ერთ ცოცხლად და წეღანას რო ახსენე, ჩვენ კი ვეონებით, რომ დავუშვათ დღესაც ეგრეა, რომ აი ისწავლე რეაქტი, ისწავლე რაღაცა. ანუ კი ამ ეტაპზე არის პოპულარული, მაგრამ რეალურად თლად ეგეც სიმართლე არ არის, იმიტომ რომ რავი, აი თუნდაც რავი, PHP უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვებსაიტების 70% PHP-ზე არის, მაგრამ რეაქტი უფრო ლამაზია და უფრო რეაქტზე არის ხომ აქცენტები და ეგ მითები ჩვენ დავამსხვრეთ და ჩვენ თავაზობთ რომელი სტეკით შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ თუნდაც საერთოდ სხვა სტეკით იმუშაონ, როგორც გუნდს და როგორც ინდივიდს უნდა და გონია რომ რაღაცა ფესვებამდე ჩავედით და ყველა დეტალში ეგ აღმოფრილი გვაქვს, რომ სადმე რამე ისე არ წავიდეს, რომელიც ჩვენ ვთვლით რომ არ არის სწორი და რასაც ვეწინააღმდეგებით ხომ განათლებაში. კი, ზუსტად.
და დღევანდელი როცა ჩაეშვება ჩვენი პროდუქტი, ის სხვადასხვა რაღაცა შესთავაზებს მომხმარებელს, ხო? რეალურად სხვადასხვა პაკეტია, ვილაპარაკოთ ცოტა მაგაზეც, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რა პაკეტები შეიძლება რომ შეიძინოს და ასევე პირველი პროდუქტიდან გამომდინარე და რომ შევადაროთ, ძალიან სხვადასხვა რაღაც არის. ბევრად დახვეწილი არის ჩვენი პროდუქტი. უკვე ფერი გვაქვს, წინა პროდუქტზე ფერი საერთოდ არ გქონდა. ახლა ვიცით, რომ ეს ფერი არის ჩვენი ფერი, მაგალითად დიასამნის ფერი სადმე თუ დაინახავ, ჩვენი დუერის ფერი, ეგრე ვართ ჩვენ თვითონ. და ხო, იქ თუ მარტო ერთი გვერდი გქონდა, ახლა ბევრი გვერდი გვაქვს, სადაც მომხმარებელს შეუძლია შემოვიდეს, ჩვენი პროგრესი ინახოს, რა გაგვიკეთებია, რა არ გაგვიკეთებია, სად დაუშვით შეცდომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეცდომების გარეშე არ ვიცი პროდუქტი როგორ უნდა განვითარდეს და ცოტა ინფორმაცია რომ მოგვაწოდო ამ პაკეტების შესახებ. მეგონი სწორად ვამბობ, ხო? ხო, პაკეტები, სერვისები, ეგ ვთქვათ, ხო. ნუ იდეაში როგორც ახსენე, ეს არის პირველი ციფრული პროდუქტი საქართველოში, რომელიც რას გვაძლევს ახლა ეს სერვისები და ეს პროდუქტები. გვაქვს სულ 3 პაკეტი. ერთი პაკეტი არის ფრიმიუმი, რომელიც არის სრულიად უფასო და ადამიანს ვისაც სულს რაღაცა ისწავლოს ნულიდან, შეუძლია დარეგისტრირდეს და მეილზე მიიღოს მასზე მორგებული სასწავლო გეგმა. შემდეგი არის უკვე სტანდარტული და პრემიუმი, რომელიც არის ფასიანი და სტანდარტულზე ადამიანს აქვს საშუალება რომ მიიღოს რასაც სოლო პროექტებს ვეძახით, ანუ პროექტები, რომელზეც დამოუკიდებლად მოუწევს მუშაობა და ეგ შენც ახსენეთ წეგან, რომ თვითსწავლის უნარს გამომუშავებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ გუნდში მუშაობა შეგეძლოს და მეორის მხრივ შენ თავზე მუშაობა შეგეძლოს და რაღაცნაირი წინაპირობაა სანამ გუნდში დაიწყებს მუშაობას ეს სტანდარტული პაკეტი მაგას ძალიან აზღვევს ჩვენთვის და უზრუნველყოფს და ჩვენი ესეთი განსაკუთრებული პაკეტი არის პრემიუმ პაკეტი, სადაც ადამიანებს აქვს საშუალება რომ იმუშაონ გუნდში. და ნუ გარდა იმისა, რომ მიიღონ ის სერვისები, რაც ფრიმიუმში არის და სტანდარტულშიც, რომ რაღაცა მიიღონ საკუთარი გეგმა, სასწავლო, მათზე მორგებული, რითაც ისწავლიან, ამავე დროს მიიღონ საშუალება რომ იმუშაონ გუნდში. მათთვის სასურველ სტარტაპ პროექტზე და რასაორია მარკეტპლეისი, რომელიც დუერზე გვაქვს, იქ განთავსდნენ და ჩვენს მარკეტპლეისის არიან ადამიანები და ის პროდუქტი, რომელზეც მათ იმუშავეს. ოკეი, ძალიან კარგი. და პორტფოლიოები. და პორტფოლიოები კი. კარგი. მაშინ რადგან სტარტაპებზე ვსაუბრობთ, ძალიან ხშირად ვახსენეთ ეს სიტყვა და მაინტერესებს შენი დაკვირვება, აი უხეშად რო ავიღოთ მაგალითად აი 5 წლიანი ჭრილი, ვთქვათ როგორ განვითარდა, ან რა ახალი პროგრამები არის, რომლებიც სტარტაპებს ხელს უწყობს პირიქით რომ განვითარდნენ და ვიცით რომ არ ვიცი, ანუ შეიძლება 100-დან მხოლოდ ერთმა სტარტაპმა გაამართლოს და დანარჩენ 99-მა უბრალოდ არ გაამართლოს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დუერის დროს ვისწავლეთ, ჩემი აზრით არის ის რომ მარკეტზე როცა გადიხარ, ბაზარზე როცა გადიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია რა დროს გადიხარ, ანუ საზოგადოება, შენი მომხმარებელი მზად არის თუ არ არის მზად. ახლა ჩვენი გუნდიდან, დუერის გუნდებიდან ერთ-ერთმა მაგალითად იმ საკითხზე იმუშავა, რაც მე მაგალითად 2-3 წლის წინ ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ მაშინ რო გამიკეთებინა, შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო გამართლებული, მაგრამ შეიძლება წელს გაამართლოს. ეგ არავინ არ იცის მოკლედ და მაგის შინაარსობრივ დაატვირთვას მივხვდი მე პირადად, იმიტომ რომ ადრე ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა და მაინტერესებს დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემა რა მდგომარეობაშია შენი დაკვირვებით და მეც მე გაგიჟერებ ჩემს დაკვირვებებსაც და ძირითადად მინდა რომ პროექტებზე ვისაუბროთ, რაც გაგახსენდება, რომ ვინც გვისმენს, ვინც გვიყურებს და თუ აინტერესებს, ვთქვათ, რაღაცა წამოიწყოს თვითონაც, იცოდებს, ვთქვათ, სად წავიდეს, როგორ წავიდეს, საიდან მიიღოს ინფორმაცია და ასე შემდეგ. ხო, იდეაში აი სულ თავიდან მეგონა რომ სტარტაპს როცა იწყებ, თავარი არის პრობლემა. და ნუ მე მივხვდი რომ კი ეს მნიშვნელოვანი არის. მე მეგონა რომ პროდუქტი იყო თავარი და მივხვდი რომ კი ესეც თავარია, მაგრამ მე თუმე აღმოჩნდა სულ სხვა რამე, რომელიც შენ უკვე ახსენე, ეს არის ტაიმინგს ასაც ვიზახით, ანუ დრო, ხო? რა დროს გამოვა სტარტაპი, ხო? იმიტომ შეიძლება რომ ან ძალიან უსწრებდეს დროს და მაგით არ განვითარდეს, ან პირიქით ძალიან ადრე იყოს დაწყებული და ტერმინის კი არსებობს სტარტაპების სასაფლაო, ვებსაიტიც არსებობს, სადაც ადამიანებს შეუძლია შევიდნენ, ნახონ, რატო ვერ მიაღწიეს წარმატებას სტარტაპებმა, რომელთაც ძალიან დიდი ბიუჯეტის ჰქონდათ, ძალიან კარგი ფაუნდერები ყავდათ,
ერთის ხრივ გუნდი ყავდათ ძალიან კარგი და საბოლოოდ ტაიმინგის გამო ვერ გამართლეს და მე ვიტყოდი რომ პირველი რასაც ყურადღება მიიქცნენ არის ის რომ სწორ დროს შევიდნენ და როგორ უნდა გაიგოს სწორი დრო არის თუ არა რანაირად უნდა გაიგო იქ ერთი ვარიანტია რომ კვლევა ჩაატარო და ისე გაიგო ხო რაღაცა დააკვირდე რა ტენდენცია არის დღეს მოხმარებას რამდენად აწუხებს ეს პრობლემა დღეს შენ რამდენად შეგაწუხა და ჩვენს ეკო გვაქვს თქვამი რომ აი დუერის იმიტომ შეგვქონით რომ ჩვენ შეგვაწუხა პრობლემა და მე რაღაცა ჩვენ ბაზარი მოვიკვლიეთ ხო კვლევაც არ ქონდა ჩვენ და კვლევა ჩვენ ჩავატარეთ თავიდან ანუ არ არსებობს იმის კვლევა რამდენად დაასრულა აკადემია ან უნივერსიტეტის წესს და რამდენად დაიწყო მუშაობა. ნუ ეგრო დათვალო ეგეც რთულია, მაგრამ მაგის კვლევას რო არ იყო, ბოლოს თქვით რომ ოკეი, მოდი ჩვენ ჩავატაროთ და ჩავატარეთ და ანუ კატასტროფული შედეგები მივიღეთ. და შესაბამისად ხო, ყოველთვის რომ თუ კი რამე იდეა გაქვს და თვლი რომ ტაიმინგში ჯდები, სწორად რომ შედიხა, უბრალოდ ცადე და MVP, მაგიტო ქვია MVP რომ ცადო და გაიგო მუშაობს თუ არა. გატესტე და ნახე. ხო, გატესტე და ნახე. არ მუშაობს. შეიძლება დაგეგმო და ბოლოს რავი, დრომაც გაგასწროს და ხო, ნუ ჩვენც გვაქვს ხოლმე ეგ რომ ბევრს რო გეგმავთ ხოლმე დუერში რაღაცას, მე რთვება ხოლმე, ანუ ამდენს ნუ უბრალოდ გავუშვით რა, ანუ გავუშვათ, იმიტომ რომ არაფერი, ანუ რა უნდა დაზარალდეს მაგას რო ხდები, ანუ ვინმე ხო რამეს გვეტყვის, უფროსი მოვა და უფროსი გვეტყვის, რომ ეს რატო გაკეთეთ, თუ ანუ ჩვენი თავის უფროსები ვართ, ჩემი საყვარელი წინადადება არის ეს, რომ დუერი არავისია და თან ყველასი, იმიტომ რომ ყველა ჩვენი გუნდი ვინც მუშაობთ, ყველა სხვადასხვა ადამიანი ვართ, ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ და მაგიტო ვართ მრავალფეროვანი და ჩვენი პროდუქტიც ჩემი აზრით მაგიტომ არის ისეთი როგორიც ახლა არის იმიტომ რომ ყველა კუთხიდან ვუყურებთ სხვადასხვანაირად რა და ეგ მე ძალიან გვეხმარება და გუნდში მუშაობას რასაც მთელი ამდენი პერიოდი ამას ვახსენეთ ეგ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ტესტერი შეიძლება საერთოდ სხვანაირად უყურებს ეს პროდუქტს პროექტ მენეჯერი საერთოდ სხვანაირად უყურებს და დეველოპერი საერთოდ სხვანაირად უყურებს ახლა სიღრმეებში არ მინდა რომ ჩავიდე დეველოპერებზე ბევრი შემიძლია რომ ვილაპარაკო. კი, შენ გასაკუთრებით. მაგრამ არ ვილაპარაკებ და ეკოსისტემაზე რადგან საუბრობთ, მოდი გუნდზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად აქსელერაციას როცა გავდივართ ხოლმე, სხვადასხვა გუნდებს ვხვდებით და საერთოდ სხვადასხვა სტარტაპებს. ჯერჯერობით ისეთი სტარტაპი არ შეგხვედრია აქსელერაციაზე, რომ ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ მაგალითად. ან შემავსებლები ვართ ხოლმე, ან კონკურენტები ვართ ხოლმე, ან არ ვიცი. და მაინტერესებს იცი რა გუნდი რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპის დროს ანუ თუ ტექნოლოგიურ სტარტაპს აკეთებ შენი აზრით რა არის მნიშვნელოვანი რომ თვითონ დამფუძნებლები იყვნენ ტიპები მე მგონი სწორად ვამბობ თუ თქვა დაიქირავ და ისინი ამუშაო როგორც ანუ სტარტაპი როგორც კომპანია და დაიქირავ ადამიანები და შენ კომპანიაში ამუშაო შენი აზრით რომელია ანუ სწორი და არასწორი არა ანუ არ ვიცი როგორ დავსვა ეს კითხვა რა იმიტომ რომ სწორი და არასწორი აქ ვიღაცისთვის რაღაც არის სწორი ვიღაცისთვის არ არის რაღაცა სწორი ხო რომელი უფრო მუშაობს ხო აი საქართველოსთვის თქვათ რომელი უფრო მუშაობს მოდი ესე გიპასუხებ ვისაც ყველაზე მეტად შეერა იდეის რომ გამოვა ხო იმ გუნდზე ვდებმე ფსონს რომ ის გუნდი მოიგებს ხო ნახეთ ჩვენ ხო ამბობთ რომ ტაიმინგია მთავარი ოკეი ტაიმინგის მერე რა მოდის პრობლემა პროდუქტი არა თიმი მოდის გუნდი მოდის და შესაბამისად ტაიმინგში თუ ჯდები მეორე საკითხი რაც უნდა გადათვალისწინო არის თიმი ანუ გაძლებაზია ხო ხო უნდა გაუძლო ძართულია ხო ვაღიარ ძართული იმიტომ რომ რეალურად ყოველთვის მუშაობ ყოველთვის არის პრობლემები ძალიან ბევრი და რაღაცნაირად მენტალურადაც ზად უნდა იყო. თან დიდი ხანი ფინანსების გამომუშავების საშუალება არ აქვს. თუ მინუსში არ ხარ. ხო, თუ აკადემიაში არ ხარ, პირიქით ჩვენი ხარჯებითაც ძალიან ბევრი რაღაცები გადაგვიხდეს ჰუდების, რომელიც გვაქვს ჩვენი ხარჯებით ვიყიდეთ. ხო, სხვა სპონსორი არ ყავს და შეგიძლიათ დაგვასპონსოროთ. ხო. ძანდრული იყო. ხო, და ნუ საბოლოო ძალიან რთულია. სტარტაპის გაკეთება არის ძალიან რთული და ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე რთული რამეა რაც გამიკეთებია ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან რთული რომ გააკეთო და უნდა მიყვე ბოლომდე. უნდა მიყვე და ჩვენც დაგვინახავს აქსელერაციებზე და ბევრგან რომ იყო გუნდები, რომელსაც ძალიან ბევრი პირდაპირ ძალიან ბევრი სისუსტეები გამოავლინეს და ჩვენს რაღაცებში გამოავლინეს და ძალიან ბუნებრივია ხო რაღაცებში შეიძლება გატყდე, რაღაცებში შეიძლება მინუსი კონდეს, მაგრამ საბოლოოდ აი ფინიშის ხაზს იქით გადის ის გუნდი
რომელთაც ყველაზე მეტად ჯერა იდეის. მე ესე ვიტყოდი, პროდუქტი არ არის მთავარი. არ არის მთავარი რა ფიჩერებს გააკეთებ, გუნდს რამდენჯერა იდეის ეგ მთავარი. შენ იდეას ამბობ, ჩემი გადმოსახედიდან ის პრინციპები და ღირებულებები, რაც პროდუქტს აქვს, იმიტომ რომ პროდუქტი შეიძლება დროთა განმავლობაში იერსახე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის ძირითადი იდეა, რისიც გჯეროდა, როცა ამ ყველაფერს იწყებდი, მე ჩვენ შემთხვევაში არ შეცვლი, ანუ დუერი რაც გვინდოდა ზუსტად ის გავაკეთე. უბრალოდ რაღაცნაირად მოდიფიკაცია განიცადა მაინც, ხო? ანუ რაღაცები სხვანაირად გვინდოდა, სხვანაირად მოხდა, იმიტომ რომ ბაზარს ვარ კვირდებოდით. ანუ ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მაგრები ვართ, თუ ბაზრი, ანუ მოთხოვნა თუ არ მოდის, ანუ ვერ მიაწოდებ რა, ანუ იქ სადაც ხარ, ანუ ის რო არის თუ იცი ნიუ-იორკში რომ მანდარინია და ყველგან სადაც ეტევი შენი ადგილი არის თუ რაღაც ეგეთი როა, ანუ ეგ მიდგომაც არის რა, ანუ სტარტაპს როცა აკეთებ, ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინო. ძალიან ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინო და თან გუნდი რო ყავს, უნდა ეცადო რომ ეს გუნდი მოტივირებული იყოს. მიუხედავად იმისა რომ ნოლზე ხარ, რა ვიცი, რამდენი ხანი ნოლზე ხარ თუ მინუსში არ ხარ, რაღაცნაირად უნდა ეცადო რომ მოტივირებული იყვნენ ადამიანები და ეს შენ რაც თქვი რომ იდეის როცა გჯერა, მე აღარ გჭირდება რომ აი თორნიკე მე მომოტივიროს, ან მე დავამოტივირო თორნიკე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მაშინ მითხარი რა პრობლემები გვაქვს ეკოსისტემაში, სტარტაპ ეკოსისტემაში. მოდი ამ ორი კარტიდან ამ ორს არა, მაგრამ ამას გამოვიყენებ. და მოდი შენ გვიპასუხე შეგასრულებ. ეკოსისტემაში, ანუ გარედან რო შევხედოთ, ჩემი აზრით პრობლემები არის ძირითადად დაფინანსების საკითხები რა, რომელიც მიბმულია ისეთ საკითხებს, რომელიც არ არის მარტივად გადასაწყვეტი. მაგალითად, როცა დაფინანსებაზე გადიხარ ან რაღაცა პროექტს ავსებ, ხშირად ხვდებით ხოლმე ჩვენ რომ რაღაცა წილი უნდა გაყიდო შენი რა, ანუ რაღაცა პროცენტი უნდა გაიღო და ის როცა ამდენი ადამიანი, ამდენი თვე 24 შვიდზე მართლა მუშაობს, ძალიან რთულია რომ რო გინდა რომ განავითარო შენი პროდუქტი და თანხები არ ყოფნის, ანუ რესურსი არ ყოფნის, იმიტომ რომ ის მაგალითად ძალიან ელემენტარული რო გითხრა რომ ის თულები, ხელსაწყოები, რომლის ყიდვაც გინდა, პრემიუმ პაკეტები, რომლებიც გინდა რომ გამოიყენო, რომ პროდუქტი გამვითარდეს, უბრალოდ სახსრები არ გაქვს მაგის, რომ ყველაფერი იყიდო. და მაგის გამო, ანუ რაღაცნაირად ხედავ ამას, რომ მოდი ეს თუ ეს, ანუ ეს ადამიანი და ეს პროექტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ჩემი სტარტაპი რა და ყოველთვის გიწევს ხოლმე არჩევანის გაკეთება რა, ანუ ეს ფული თუ ჩემი სტარტაპი და ყოველთვის ჩვენ შემთხვევაში ჯერჯობით ეგრეა რომ სულ სტარტაპს ვირჩევთ ხოლმე და არ გვაქვს ის რომ ჩემი პროდუქტი, ანუ ზუსტად მაგიტო რომ ყველასია და თან არავისი არ არის რა და ვუყურებთ ხოლმე რომ აი მესამე არის ვიღაცა, ვიზეც ჩვენ ვზრუნავთ. და მეორე დაფინანსების საკითხები არის ის რომ ხანდახან არაკომპეტენტური ადამიანები ატარებენ გასაუბრებებს, ხანდახან არაკომპეტენტური ადამიანები გასცემენ გრანტებს და ისეთ კითხვებს გისვამენ, რომ ანუ შეიძლება აი 2 წუთის წინ ზუსტად გახსენე, მაგრამ შეიძლება კიდევ კითხოს, ანუ შეიძლება 10 ჯერ კითხოს და ისეთ განცდას გიტოვებს, რომ არ გისმენს და უბრალოდ ზის რომ რაღაცა ფული გასცეს უბრალოდ და ეგ ცოტა ხანდახან მე მაგალითად გული მწყდება ხოლმე რა, იმიტომ რომ ამდენს შრომობ, ამდენს აკეთებ შენი პროდუქტისთვის და შეიძლება მეორე მხარეს ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც უბრალოდ მოხვდა იქ შემთხვევით და იმან უნდა გადაწყვიტოს შენი პროდუქტი სიცოცხლის უნარიანობა გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება და ეგ ცოტა მწყინს ხოლმე რა, იმიტომ რომ ხანდახან აი განათლების სისტემაში და სხვა ყველა სისტემაში საქართველოში ხანდახან არა მოდი ვთქვათ ხშირად არაკომპეტენტური ადამიანები არიან ხოლმე და მეც როცა ეგეთი პასუხისმგებლობა მაქვს ხოლმე აღებული, ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი თავის მიღმაც გავიხედო რა, რომ ჩემი რაღაცა სურვილები არ იყოს მარტო და რაღაცნაირად ქაოსში არ ვიყო და ჩემი აზრით ეგ სჭირს ეკოსისტემას დღეს, ასევე სჭირს ის რომ ბევრი ადამიანი გეუბნება რომ არა ძმაო ეგ არ იმუშავებს, აი ზუსტად ესე გეუბნება და ანუ საიდან იცი რომ არ იმუშავებს, ანუ მე არ ვიცი მუშაობს თუ არა და იმუშავებს თუ არა და შენ საიდან იცი, ანუ მაგას რომ ეუბნები და ეგ არ მწყის ახლა ანუ ყველას თავისი შეხედულება აქვს უბრალოდ ესე რომ მიდიხარ და არა შენ ეგ არ იმუშავებს იმის მაგალითად რომ დაგეხმაროს რაღაცები გაგიზიაროს მისი გადმოსახედიდან გელაპარაკოს და ისეთი შავი ხრელები გაგიზიაროს რომელიც შენ შეიძლება საერთოდ არ იცი სად როგორ არის მაგის მაგალითად გეუბნება რომ არა
არა ბიძი ეგ არ იმუშავებს. თან ეგ ხო იცი როგორ ტიპებს ვთქვა თვითონ რო გიესაკეთებენ და რაღაცა კონკურენტი შემოდის და მოდი დავაკენსელებ და კი ზუსტად და მეორე არის კიდე ისეთი სტარტაპი რო ცხოვრებაში არ გაუკეთებია. აი მაგაზე როგორ ხო იცი ანუ შენ საიდან იცი ცხოვრებაში არ გაგიკეთებიან ცხოვრებაში არ გაგივლია ეს გზა რასაც ეს სტარტაპი გადის. შენ საიდან იცი ანუ ზუსტად კიდე იქამდე მივდივართ რა ანუ თეორიული ცოდნით და პრაქტიკაში არ იცის ამ ადამიანმა მართლა ისეა თუ არა ეს. ხო, კარგი. მაგის თქმა მინდა და ძირითადად. ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერში მოვყვები და ერთს დავამატებ, ძალიან არ მოწონს ეს კულტურა, რომელიც შემოვიდა არის ის, რომ ყველა სტარტაპი AI-ს უკავშირდება. კი, მესმის რაღაცა პოპულარულია, მოთხოვნა არის ძალიან ბევრი მაგარი რაღაცების გაკეთება შეიძლება, მუშაობს, კარგია, ცუც არ ვამბობ, იქით კარგია, მაგრამ დღეს რავი 10-დან 9 სტარტაპი არის AI-ზე და ეს რაღაცა არ მოწონს, იმიტომ რომ თითქოს იმის იქით რაღაცა values ვერ ავხედავ, რასაც რეალურად მოხმარებას აძლევენ და იმდენი AI-ის რაღაც არსებობს ძალიან რთულია, რომ დღეს რაღაც ისეთ შექმნა AI-ზე, რომელიც მართლა გამორჩეული იქნება და ეგ კულტურა არ მოუწევს ცოტა. ტერმინს რო ვამბობთ ხოლმე, ეს რა ქვია, ჩავტენოთ. ანუ აი AI-ზე არის, აი ნუ ზედ გამოიჭრილი, იმიტომ რომ ყველგან სადღაც შედიხარ და AI-ს დაკეთებული და ანუ რაღაცა value სხვა ხონდა იყოს, ანუ ღირებულება ხონდა იყოს სხვა. და მაგიტომ მართალი ხარ გეთახმები აბსოლუტურად. მე როცა გადაცემაზე ვფიქრობდი მაშინ მინდოდა ისეთი პოდკასტი გაგვეკეთებინა და ერთხმად შევთანხმდით რომ უნდა ყოფილიყავი წამყვანი, იმიტომ რომ დიდი ხანია მინდა პოდკასტის გაკეთება. როცა ვფიქრობდი, სულ ის ფიქრი მიტრალებდა, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მინდოდა რომ გველაპარაკა რა. მინდა რომ ცოტა გამოვიხედოთ და შევხედოთ სად ვართ რა, იმიტომ რომ კი ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ვიტყვით რომ აყვავებულია საქართველოში ტექნოლოგიები, იმიტომ რომ მართლა ვინც მუშაობს და ვინც დასაქმებულია, საკმაოდ კარგი ხელფასები გვაქვს და საკმაოდ კარგი კარიერული ესე ვთქვათ, ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და ბევრი გვაქვს ნაწვალები, ანუ მარტო იმას არ ვიტყვი რომ ეხლა წარმატებულები ვართ, ანუ ჯერ წარმატებულიც ორაზროვანია, მაგრამ ბევრი გვაქვს ნაწვალები და მაგრამ ვაფასებ ასეთ ადამიანებს. მაგრამ აუცილებელია ჩემი აზრით, რომ გავიხედოთ უფრო მეტად წინ და შენი აზრი მაინტერესებს დღევანდელი მოვლენები, რაც საქართველოში ხდება, როგორ დააზარალა ტექ სფერო ან სტარტაპ სფერო და საერთოდ რა უნდა ვქნათ და როგორ ვქნათ და შენი აზრით დაგხვია თუ არა ამ ყველაფერმა უკან. თუ წინ წაგვწია. ნუ პასუხი ერთმნიშვნელოვნად არის კი დაგხვია ძალიან ბევრ ამაში, ნუ ერთი იმაში რომ აი თან არას აქსელერაციებს ხო გავდივართ ხოლმე და ბევრი იმის გამო შეჩერდა რომ რაღაცა განკარგულება იყო ეგეთი ან ზოგადად ისეთ პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი რომ ვეღარ ჩარდა და ეგ რო ვეჩარდა და ეგ იმას ნიშნავს რომ სტარტაპებმა გამოცდილება ვერ მიიღეს და ეგ იმას ნიშნავს რომ სტარტაპებმა გამოცდილება თუ ვერ მიიღეს თავის საქმიანობა შენელდა და ეს იმას ნიშნავს რომ ტექნოლოგიური განვითარება საბოლოო ჯამში ამით შენელდება და გვინდა არ გვინდა ვერ ავარიდეთ თავს პოლიტიკურ მოვლენებს ერთ იმიტომ რომ ვერ გავმიჯნოთ იმიტომ რომ გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ერთი რომ ვერ გავმიჯნოთ, მეორე ის რომ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და მერე ვართ სტარტაპერები, მსარეულები, მძღოლები და ასე შემდეგ. და შესაბამისად ხო, ანუ ამ მოვლენება ძალიან იმოქმედა ჩვენზეც, სხვა სტარტაპებზე, ზოგადად სტარტაპების განვითარებაზე და ტექნოლოგიების ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე. და ნუ რა თქმა უნდა, აქვე ერთნიშნულად ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა ჩვენი გზა არის ევროპაში და არც კი მიიღება რაიმე სხვა ვარიანტი და არ ვიცი თუ კი რაიმე განვითარება იყო და თუ კი რაიმე ტექნოლოგიური წინსვლა არის, ყოველთვის ზოგადად სტარტაპ კულტურას აქედან გაჩნდა, ხო, რაღაც ამერიკიდან, ევროპიდან, იქიდან წამოვიდა ყველა გამოცდილება ძვირფას იქიდან მივიღეთ და ნუ შესაბამისად წარმოუდგენელია ჩვენი არ ყოფნით რაღაცა ევროპულ გარემოში როგორ შეიძლება რომ განვითარდეთ და საერთოდ ვიარსებოთ როგორც ადამიანება. და როცა ფიქრობთ რომ კი საქართველოს გავტესტეთ და მომხმარებლებს საქართველოში ყავს, პირველი ყოველთვის ევროპაზე ვფიქრობთ ხოლმე რომ ევროპაში როდის ვუშვებთ ჩვენს პროდუქტს. ანუ სხვა ვერაფერი ვერ წარმოგვიდგენია, ან ევროპა, ან ამერიკა. ნუ თუ ამერიკაზე გადიხარ, ფანტასტიკურია, მაგრამ ევროპაც კარგია, იმიტომ რომ გატესტო ევროპელი როგორ მოიქცევა, ვთქვათ, ევროპელი მომხმარებელი. ხო, აქვე მინდა რომ კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, იმიტომ რომ ყველგან სადაც შეგვიძლია, ყველგან უნდა ვთქვათ ეს. და
არ უნდა მოვიქცეთ ის, რომ თითქოს ვერ ვხედავთ ვერაფერს. მე რა პოდკასტია მაინც. და ბოლოს მინდა რომ დავამთავროთ შენი მოტო რა არის? ანუ შეიძლება წინადებაც იყოს, სიტყვაც იყოს, არ ვიცი, რაც გამოძრავებს, აი ყოველდღიურად რაც რო გაგახსენდება ხოლმე რაღაცა რომ გაგეღინება ბედნიერებისგან. ხო, ძალიან, ფრაზა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მოწონს ესეთი ინგლისური სიტყვა. ქვია underdog-ი. რა არის underdog-ი, ხო? Underdog-ი არის ადამიანი, ან რაღაცა მოვლენა, უფრო მეტად ადამიანთან მიმართულებით იყენები და ნიშნავს იმას, რომ როდესაც ყველა სტატისტიკა, რიცხვები, წინაპირობები გეუბნება, რომ რაღაცას ვერ იზამ, მაგრამ მაინც აკეთებ, იმიტომ რომ გჯერა რომ გამოვა. და იდეაში ჩვენი სტარტაპით ამ მოტივით დავიწყეთ, როდესაც არაფერი არ ქონდა და მაგრამ გჯეროდა რომ გამოვიდოდა და იდეაში ამ მოტივიდას ვაგრძელებთ და ჩემი პირადი მოტივიც ეგ არის ზოგადად აი როგორც პერსონალ თონიკის ხოვებაში ეგ არის რომ ვიცი რომ შეიძლება არ გამოვიდეს იმიტომ რომ სტატისტიკები რიცხვები ყველანაირი გარემოჩენ წინამდე არის მაგრამ underdog-ივით ჯიუტად მაინც ვაკეთებ იმიტომ რომ ბოლოს მაინც გამოვდის იმიტომ რომ ბოლოს რასაც იმას მიზანად დაისახა მაინც გამოვა და ძალიან მოწონს ეგ ტერმინი ძალიან კარგი ტერმინი არის არ ვიცოდი რომ ამ ხელში შინაარსი ქონდა შენთვის ამ ტერმინს ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან რო გაგვიზიარე შენი რჩევები, რო არ დაიშურე შენი მთელი ეს დრო დაგეთმო ჩვენთვის. ეს იყო პირველი ეპიზოდი. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი ნაზრები და ჩვენი დაკვირვებები. თუ მოგეწონათ, დაგვასაბსკრაიბეთ, დაგვალაიქეთ და კომენტარებიც დაგვიწერეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომხმარებლის უკავშირი. ჩვენ ვუყურებთ როგორც უკავშირს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ. დიდი მადლობა. So. Woo! Good job.